აბაზურა ახლა სად ვიმყოფებით? როგორც ვიცი, ისტორიული ადგილია და ეს ჩვენ მოკლედ ჩვენ როგორც ყოველთვის ნამდვილ ისტორიებს ყვებით, ვაჩვენებთ იმას, რაც რულია, მაგრამ გარკვეულ ისტორიულ ფაქტებს ადასტურებს და ყოველთვის თავაზობთ ჩვენ მაყურებელს გაცოცხლებულ ისტორიას. ეხლა ჩვენ შემოვიდით ასე ვთქვათ პირად ტერიტორიაზე, ერთი საკუთრება ეს, სადაც მოქცეულია ეს ვამპირი. ეს შესაძლოა თანამედროვე ვამპირი ზემოთ. ნატურა აქვს, მაგრამ ის სულ ცოტაურია სიცოცხლის არის. აქ ადრე იყო მოედანი და ეს ვამპირი არის ერთგვარი დოკუმენტი იმისა, რომ ამ ქალაქში როგორც ქრისტეს დროს, ისე მას შემდეგ ნამდვილად იდგა რომის იმპერიის მეათე ლეგიონი. აქ არის წარწერა, თუმცა ამ წარწერაში შეიძლება გაშიფრვა და მოდი ახლა შევეცადოთ მე და შენ რა არის საერთოდ ეს ერთი ის ვიცით რომ მოედანი იყო მეათე ლეგიონის და შუაში იყო ვამპირი მოედანზე და ნახოთ ეს რა წერია ამ წარწერაში. წარწერებია და მოდი იქნებ გავშიფროთ, ამარა ეხლა აქ პირველი ხო, უყურე როგორ არის. ეხლა აქ რანაირადაც ეს წარწერა წერია პრინციპში რაც საქართველოსთვის არც სხვა ქვეყნებისთვის არ არის უცხო, იმიტომ რომ სიტყვებს ამოკლებდნენ ხოლმე და მე უნდა ასე ვთქვათ იმარჩიელო რა წერია. ნახე. აი ეს მარკო იკი არ არის, არის ლო. მარკო ლუნიო მაქსიმო დემოთ ლეგატო აუგუსტორუმ ლეგიონ, ანუ ლეგიონი მეათე ფრო. ეს ფრო ვიცით ერთი რაღაცა რომ თუ ლეგიონზეა ლაპარაკი და მეათეზე, აქ იდგა რომის ლეგიონი, რომელსაც მეათე ლეგიონი, რომელსაც ერქვა ფრეტენსის, ხო? ანუ ეს სვეტი გვიდასტურებს, რომ აქ ნამდვილად იდგა რომის ხო, მაგრამ ეხლა რა წერია ყველაზე მთავარი რა არის? აი ეს დომ ხო, ეხლა უყურე. საერთოდ ეხლა ეს ტექსტი რას გვეუბნება? აი აქ ეხლა რომ გაყვება და დაიკითხვა, აქ წერია რომ ესე იგი, მიძღვნითი მნიშვნელობა აქვს. სიტყვა ეძღვნება არ წერია, მაგრამ ანუ ლათინურში ის ფორმა მიძღვნას ნიშნავს, რომ ეძღვნება მარკუს იუნიოს მეათე ლეგიონის ხელმძღვანელს, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელია, ხო, ბაჯარს მეთაურს, მეათე ლეგიონის მეთაურს. შემდეგ ხვდებით, აი მეათე ლეგიონი რო წერია. აი მეათე ლეგიონი. ხო, აი აქ სვა ეს ლეგოარი მერევა ხა ჩემი სათვალით. მეათე ლეგიონის მეთაურს, რომელსაც ქვია ანუ ფრედერიკის და ვისგან ეძღვრება ესე იგი? აი დომიტიოს სერგიანოს იულია გონორატა და მისი ადიუტანტის განო. ანუ მეათე ლეგიონის მეთაურს მიუძღვნეს ამ ადამიანებმა. ანუ ესე იგი როგორი რაღაცა გამოვიდა, ნახე? გარკვეული პატივი იყო ადრე ხო მოედინებზე შადრევნების არსებობა, ესეთი ფანარების არსებობა, ქანდაკების არსებობა, ისიც ხო ვიცით ფარსმანს რომში ქანდაკება დაუდგეს. ახლა მეათე ლეგიონის მეთაური ის რანგის ადამიანი არის რომ ანუ მეათე ლეგიონის ხელმძღვანელი, ასე ვთქვათ, მეთაური არ არის იმ რანგის ადამიანი, რომ ხა იმპერიის თუნდაც პროვინციაში ქანდაკება არამე დაუდგან, მაგრამ ნუ არ შეიძლება და ამ ესე ვთქვათ, ჯგუფური საჩუქარია, ესე გამოდის. აი ამ ერთი შეხედით უგინ გამოსვედზე, რომელიც არც ერთი ხშირად მეათე ლეგიონში ზემოცხადია ხამ ნატურის მაგია, იგივე ტიპის ფანარი იყო რაც იყო ეს პრინციპში გენიერი რესტავრაცია, ასე ვთქვათ, ხატურა და კიდევ. უბრალოდ მაშინ დენი არ იყო და იქნებოდა ზეთის ჭურჭელი ფითილით, რომელიც ამ ფანას ანათებდა. ზურა ვიცი ამდა კითხვა, ანუ ეს ერთი მტკიცებულება გვაქვს, რომ მეათე ლეგიონი ნამდვილად აქ იდგა. და თუ არის კიდევ რაიმე სხვა მტკიცებულება, რომ რომის მეათე ლეგიონი იდგა აქ.
იცი რა, რო გითხრა ახლა აქ ბევრი მტკიცებულება არის დარჩენილი ამისი, ზოგიერთები რაც იყო, ეს იყო კრამიტი. იმიტომ რომ მე-10 ლეგიონი კრამიტზე, კრამიტს რომ ამზადებდნენ, სანამ შველი იყო ციხა, თავის ბეჭედს ასვავდნენ და ამ ბეჭედზე ზუსტად ეს ეწერა, ხეს მილოცაკი არ ეწერა, ეწერა ლეგ 10 ფრ, ანუ ლეგიონი მე-10 ფრეტესის. ესენი რაც ნაპოვნია, ცხადე მუზეუმშია წაღებული, მაგრამ ეხლა ჩვენ რაღაცა უთხრათ მაყურებელს, მე მგონი არც ერთი არ დაგვიჯერებს, რომ ეს არის შესაძლებელი. იერუსალიმის ძველ ქალაქს არტყია გარშემო არტყავს კედელი, რომელიც გალავანი, უზარმაზარია ეს გალავანი, ხალხო ეს არის რაღაცა პატარა ისეთ გალავანი. რასაც მიჩვეული ვარ თქვა საქართველოში ეკლესია მონასტრების გარშემო რო ახობნა, და ჩვენც გვაქვს დიდი გალავანი ცხადია. ეს არის უზარმაზარი მონუმენტური ნაგებობა, რომელიც სულთან სულეიმანის დროს გაკეთდა. სხვადასხვა ერთი რაღაცა მინდა უთხრა ჩვენ მაყურებელს, რადგან სულთან სულეიმანი ვახსენეთ, ახლა არ შეიძლება გალავანი ახსენო ამ კაცის გარეშე, იმიტომ რომ მან შემოარტყა ეს გალავანი სალადინის შემდეგ. დიდი ხანი გალავანი იერუსალიმს არ ქონდა, როდესაც გალავანი დაინგრა, ქალაქი დარჩენილი იყო ღია პრაქტიკულად, კედელი აღარ ქონდა და შემდეგ ააშენა, მაგრამ ერთი რამ მინდა უთხრა მაყურებელს. ოსმალეთის იმპერია, მანუ სულთან სულეიმანმა დაიწყო ხო ეს პროცესი, ისე დაიპყრო პალესტინა. და ნუ გიკვირთ, როდესაც ჩვენ მოვუთ პალესტინას, ამას შორებათ ებრაელი მეცნიერებიც ასე ამბობენ, იმიტომ რომ ეს პალესტინა იყო სულ. შემდეგ მოდის ბრიტანული მანდატი, მაშინაც პალესტინა ბრიტანული მანდატის დროს ისტორიულ წყაროებში ესე, როდესაც დაიპყრო პალესტინა და გალავანი შემოარტყა და რავით რაღაცები გააკეთა, ერთხელ არ იყო აქ ნაყოფი. ანუ სულთან სულეიმანი აქ ისე აკეთებდა რაღაცებს, რომ თვალით არ ქონდა ეს ქალაქი ნანახი და არსებობს ესეთი ვერსია, რომ აი ხა საიდან წავედით ლეგიონიდან, მაგრამ მაინც საჭირო ეს ინფორმაცია. არსებობს ასეთი ვერსია, რომ პრაქტიკულად აქტივობა აი ამ მიმართულებით, რომ სულთან სულეიმანს იერუსალიმი ალბათ დაეპყრო და მერე აეშენებინა კიდეც, ეს ეკუთვნის მის ცოლს ჰიურემს, ანუ როქსალანასაც რო ეძახიან. იმიტომ რომ ის სლავური წარმოშობის იყო, მას ჰქონდა ქრისტიანული ფესვები, ის სასულიერო პირი ერთ-ერთი ვერსიით, ანუ მღვდლის შვილი იყო, მოკლედ რომ ვთქვათ, ცხადია ახლა ის ღვთის კარზე ქრისტიანი აღარ იქნებოდა, მაგრამ მას ჰქონდა რაღაცა ფაქტია დიდი ინტერესი და მისი რჩევით თუ მისი ესე ვთქვათ, ცოლი რო უჩიჩინებს ხოლმე ქმარს, ვიღაც აი ამ ასეთნაირად მოხდა სულეიმანის მერე იერუსალიმში ის მოღვაწეობა, რასაც ის აქ აკეთებდა. და ახლა რატო გადმოვედით სულთან სულეიმანთან აი ამ რომის კედლიდან? ქალაქს არტყია უზარმაზარი გალავანი, ეს არის ძალიან მაღალი, ალბათ, რა ვიცი, რამდენი მილიონი ქვისგან შედგება და ახლა მე და შენ შეგვიძლია ერთი ქვა ვიფოვოთ, იმიტომ რომ აი ამ გალავანში არის ერთი ქვა, რომელიც არასწორით არის ჩასმული. ანუ, როდესაც უბრალოდ მოიძიებდნენ, ესე ვთქვათ, გალავნისთვის, როდესაც ხდებოდა ქვების მოძიება, ერთ-ერთი ქვა იყო, რომელიც ჩაატანეს გალავანში. ანუ იერუსალიმს ერთი ტრაგედია ჭირს ზოგადად, ძალიან სამწუხარო ტრაგედია ესე. აქ არ არის ხე-ტყე. აქ ზოგადად მოსატანათა ჭირს სამშენებლო მასალა. იუდეის უდაბნო და ტერიტორიები დაბალზეა, იერუსალიმი მაღალზე და არც იმ უდაბნოშია სამშენებლო მასალები. ხო და აქ რა ხდება, იცი? ანგრევდნენ ერთს, იმ მასალისგან აშენებდნენ მეორეს. თან წავიდეს. შესაძლოა, რომ აი, ეხლა სადაც ვართ, აი ამ შენობაში არ გამორიცხოთ, რომ იყოს ჰეროდეს პერიოდის ქვები ჩასმული, იყოს რომის იმპერიის პერიოდის ქვები ჩასმული, ხო უფრო გვიანდელი პერიოდისა ეს შენობა ცხადია, მაგრამ აქ რაღაცა რო ინგრეო და იმას არავინ არსად არაფერს არ ყრიდა, იგივე ქვებს იყენებდნენ და შესაბამისად ზოგიერთი წარწერილი ქვა შიგნით ხვდებოდა, შეიძლება საძინკლოში ასადა, ზოგი გარეთ. და ასეთნაირად ეხლა კითხვა სულ არ იცოდნენ ოსმალებმა და ეს რომის იმპერიის პერიოდის დამღიანი ქვა, რომელიც არ ვიცით რისი იყო, ჩატანებულია აი ამ უზარმაზარ გალავანში. ეხლა ჩვენ გამოვედით. ესე იგი, მოდი ესე შემოტრიალდი რა. ესე შემოტრიალდი რაღაც მინდა ვაჩვენა კიდე ამ ხალხს. ეხლა თქვენ ჩვენს უკან აი ამ ხეთს რასაც ხედავთ, ეხლა აი ამ გზაზე, რაზეც ჩვენ გავდივართ, ეს არის სრულიად უნიკალური ადგილი. და რატო? ნუ ბევრი რამის გამო, მაგრამ რისი თქმა მინდოდა, იცით რომ პირველი შავთეთრი მუნჯი ძლივს მოძრავი დოკუმენტური კადრებიც კი რაც არსებობს იერუსალიმისა, ეხლა ეს მასალები ჩვენ ნანახი გვაქვს და ჩემთვის კიდევ უფრო ემოციურად სხვანაირია, იცი? იერუსალიმის პირველი კადრები არის აი აქ გადაღებული, როდესაც აი ეს რაღაცა შეფუთული
მუსლიმები, რაღაც თითო ევროპელი ჯორები, რაღაცა ფაიტონები, აი ეს რომ მოძრაობენ, ეს კადრები აქ არის გადაღებული და ეს შემოსასვლელი აი ამ ხედით, აი ამ შენობებით. იმ კადრებიდან მოყოლებული არის პრაქტიკულად უცვლელი. და ჩემთვის ძალიან ემოციურია, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, გიორგისაც ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, ჩემია. და იმ კადრის ერთ-ერთი მონაწილე ხარ თითქოს რა, ესე გამოდის. პრაქტიკულად კინო დოკუმენტალისტიკაში იერუსალიმი აი ამ ქუჩით, აი ამ გასასვლელით, აი ამ ჯაფა გეიტით, იაფოს კარიბჭისთანო შემორჩა და იცი რა, ჩვენ ფილმში ბევრჯერ ვახსენეთ იაფოს კარიბჭე და მოდი ორი სიტყვით უთხრათ, საერთოდ რა არის ეს იაფოს კარიბჭე, რას ნიშნავს? აი ეს არის შემოსასვლელი ერთ-ერთი აი ეს იერუსალიმში და ეს გახავთ იაფოს კარიბჭე. და რატო ქვია ეხა ეს სახელი? იაფოს კარიბჭე, ან ეს სახელები საიდან მოდის? ანუ პრინციპი იყო ძალიან მარტივი. ქალაქი ესე ყველა მხრიდან გალავნით არის თქო თქვით და ყველა კარიბჭე სხვადასხვა მხარეს არის, ხო? ანუ ამ კარიბჭიდან იაფოსი რატო ქვია? ამ კარიბჭიდან გზა მიდიოდა იაფოში. იაფო რა არის? იაფო არის უძველესი ქალაქი, ხა სადაც არის თელ-ავივი იმის გვერდზე, თელ-ავივი იაფოს ბაზაზია პრაქტიკულად. ეს იყო უძველესი ქალაქი, რომელიც იყო ბიბლიურ დროშიც, ანტიკურ პერიოდშიც საპორტო ქალაქი, საიდანაც ზღვით შემოდიოდა ხალხი და შემდეგ მომლოცველებიც. ანუ იაფოს კარიბჭიდან გზა მიდის იაფოში. ზემოთ არის შემდეგ დამასკოს კარიბჭე, დამასკოს კარიბჭიდან გზა მიდიოდა დამასკოში. და ნუ ზოგ სხვა სახელი ქვია, ხა ქვემოთ მაგათად გოდების კედელთან კარიბჭე, რომელსაც ნაგვის კარიბჭე ქვია, იმიტომ რომ უბრალოდ იმ კარიბჭით ნაგავი გაქონდათ ქალაქიდან და ესე შემორჩა ეს სახელი. წავიდეთ ახლა, ხო? გავაგზავნოთ გზა. და აბა თუ მოვიძიებთ იმ ქვას, რომელიც ჩატანებულია. აი რადგან შენ გადაწყვიტე? არა, ერთი წუთი ხა ისე არ გააკეთო. ეხა შემოტრიალდი. კედელი გაანახე მაყურებელს და ხალხო, ეხა აი ამას უყურეთ, რომ გიორგი უნდა მომაძებნინოს აი ამ 1 კვადრატული კილომეტრი რო ყველა მხრიდან ხო ეს გალავანი. აი ამ ქვებში უნდა მომაძებნინოს ერთი ცალი, რომელსაც მე-10 ლეგიონის დამღა აქვს. აი იცით როგორი ისტორია? კონკიას დედინაცვალი რო აურევს ერთმანეთში ოსპს და რაღაცას კიდე რა ვიცი. მას ციციბურას და რო ეტყვისო ჩემოსლამდე გაარჩიო, იმაზე უარესი, მაგრამ აბა წავიდეთ და გიორგის სურვილი შევასრულოთ. კარგი, აბა გაგვიძახი ზურაბ და დავიწყოთ მოძიება. წინ ზურა, აბა ორი სიტყვით ამ გალავანზეც ვთქვათ, ამ გალავნის აშენების ისტორია. მოკლედ, პირველი ჯერ ის მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი ავანტურა წამოიწყე ამ უზარმაზარ გალავანში, რომელიც ქალაქ საკრავს გარშემო, როგორ უნდა ვიპოვოთ ის ერთი ქვა. თუმცა დარწმუნებული ვარ ვიპოვით, მაგრამ კარგი კითხვა დასვი, იმიტომ რომ ბევრი რამ შევთავაზეთ მაყურებელს იერუსალიმზე და ყველაზე მთავარი რაც თვალში ადამიანს ხვდება, ეს არის მისი გალავანი, ხო? რომელსაც აქვს თავისი ძალიან დიდი ისტორია. ეს გალავანი იცვლებოდა პერიოდულად და სათავეს იღებს ძალიან ადრე. საერთოდ მეცნიერები ასეთნაირად ყოფენ გალავნის ისტორიას. პირველი ტაძრის გალავანი, მეორე ტაძრის გალავანი. ესე იგი რა ხდება? გალავანი, რომელიც როდესაც იერუსალიმის პირველი ტაძარი აშენდა სოლომონის დროს, მაშინ ერთხა ქალაქს, შემდეგ უკვე როდესაც ნაბუქოდონოსორმა ილაშქრა და ომი მოხდა ხო ქალაქში, გალავანი დაინგრა, აშენდა ხელახლა უკვე მეორე ტაძრის პერიოდში გალავანი, მაგრამ თავარი რა არის აი ამ ყველაფერში, რომ ეს გალავანი იცვლება. დროის გარკვეულ პერიოდში სიონის მთა შედიოდა ქალაქში, ანუ გალავანი სიონის მთას უკანა მხრიდან უვლიდა, იყო პერიოდი, როდესაც პირიქით ქალაქი შედარებით უფრო პატარა იყო, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ქალაქს გალავანი აღარ ჰქონდა. და ეს მოხდა სხვათა შორის აი სალადინის და ჯვაროსნების პერიოდში. შემდგომ გალავანი მთლიანად დაინგრა და
ქალაქი იყო მთლიანად ღია. თუმცა რომის იმპერიის დროსაც როგორც ამბობენ, იყო თაღები მხოლოდ კარიბჭეების ნაცვლად და თაღები და შედიოდნენ როგორც ევროპაში გვაქვს ახლა ხო თქვა პარიზში და სხვაგან ეს თაღები, ესეთ თაღები შედიოდნენ ქალაქში. ეხლა ერთი რაღაც აუცილებლად მინდა გიორგი მაყურებელს უთხრა ამ გალავანთან კიდე ერთი რაღაც ისეთი პარალელია საქართველოსთან არ ვიცი როგორი, მაგრამ მაინც. ნახე, როდესაც სულთან სულეიმანმა ეს გალავანი ააშენა, მიიჩნეოდა, რომ ძალიან დიდი საოცრება იყო თვითონ ეს ქმნილება ამ გალავნის აგება და იაფოს კარიბჭესთან ვართ ახლა და იაფოს კარიბჭის შიგნით და მხრიდან არის რამოდენიმე საფლავი. ამ საფლავებს სრულად სხვა ისტორია აქვს, როგორც ამბობენ, თუმცა არსებობს ესეთი ლეგენდა, რომ როდესაც გალავანი დასრულდა, სულთან სულეიმანმა თავები მოკვეთა ამ გალავნის მშენებლებს, ალბათ ავტორები ვინც იყვნენ, ვინც ხელმძღვანელობდნენ და აუცილებლად რაღაცნაირად გახსენდება პარალელი სვეტიცხოველთან, იმიტომ თან გზაც გავაგზავნო. ხო, სვეტიცხოველთან პარალელი, როდესაც არსაკიძე აშენებს სვეტიცხოველს და მოკვეთე მკლავს. ეხლა ჩვენ მიუყვებით გალავანს, საიდან სად ესეს უთხრათ, ანუ სად უნდა ვიპოვოთ ეს ქვა, თვალთესე ბრმად ნამდვილად არ ვეძებთ, იმიტომ რომ ქალაქი დიდია და ყველა მხრიდან კედელია, შესაბამისად ეხლა ყველა ქვას ვერ გადავთვლით, ცხადია. ჩვენ ვიცით ერთი რამ, რომ რომის იმპერიის აი ეს ქვა უნდა იყოს ჩატანებული იაფოს კარიბჭიდან ახალ კარიბჭემდე მონაკვეთში. ქვის პოვნას აძნელებს კიდე ერთი გარემოება. თავად ეს ქვა ვიცით, რომ კედელში სწორედ არ არის ჩასმული, ანუ პირდაპირ არ იკითხება. მეორეული გამოყენების არის ეს ქვა, როგორც მოხდა ისე ჩასვეს, შესაბამისად თვალში ეს წარწერა პირდაპირ არ უნდა მოგხვდეს. მე-10 ლეგიონის აი ეს დამღა, მაგრამ შენ წეღანაც იკითხე და კიდევ ერთხელ თქვათ მოდი აი აგერ რომ რა მნიშვნელობა აქვს ამ ქვის პოვნას, ხო? თქვით რომ არის გარკვეული კრამიტები, რომელიც მუზეუმში ამ დამღით, არის სვეტი იმპერიალ ჰოტელის ეზოში, რომელიც ადასტურებს, რომ მე-10 ლეგიონი ნამდვილად იდგა ამ ქალაქში და ეს ერთი სვეტი მოდი არ ჩავთვალოთ საკმარისად მტკიცებულებად და ვიპოვოთ სხვა მტკიცებულება მატერიალური ძეგლის და რა ვიცით ეხლა რომ აი მაინდა-მაინც ამ მხარეს არის და ზუსტად აქ საიდან მიაგენი ამ. ეხლა შენ გინდა რომ მე ყველა საიდუმლო აქ მოყვე, მაგრამ მაგას მე არ გავაკეთებ. ვიცი ის რომ წეღანას თქვი უნდა მოვძებნოთ იაფოს კარიბჭიდან ახალ კარიბჭემდე. იმასაც გეტყვი რომ ეს ქვა ჩვენ უნდა ვიპოვოთ ინდიანა ჯონს თუ ქონდა დღიური, მეც მაქვს დღიური, რა გინდა. ეს ქვა ჩვენ უნდა ვიპოვოთ, კიდევ ერთი მინიშნება მაქვს. ორ კოშკს შორის. ანუ კოშკები აქვს ამას, ხო? კედელს აგერ ხედავ შენ თვითონაც და ორ კოშკს შორის უნდა ვიპოვოთ. ეხლა მე და შენ და პრინციპში ის ერთი მონაკვეთი უკვე გამოვიარეთ და ეხლა ჩვენ წინ თუ დავინახავთ რომ კოშკი გამოჩნდა, ესე იგი უკანა კოშკსა და წინა კოშკს შორის არის მოსაძებნი ეს. და იცი რა მაინტერესებს. აი ეს ადგილია რა. ანუ ეხლა ამდენ ქვაში სად უნდა ვიპოვოთ, სად რა? აი, ამდენ ქვაში უნდა იპოვოთ, თუმცა კიდე ვიცი მე ერთი საიდუმლო, ჩემ დღიურში წერია ასეთი რამ, რომ მარტივი არ არის ეს მინიშნება, მაგრამ მაინც მიწიდან ზემოთ უნდა ავთვალოთ მე-5 იარუსი ქვის წყობის. და ანუ მიწიდან რო ავთვლით მე-5 იარუსს, კი, მაგრამ მე-5 იარუსში კიდე იმდენი ქვაა და იქ და ახლა თუ გინდა რომ იპოვო არტეფაქტი უნდა იპოვო. ესე იგი, აი გაიხედე იქითკენ კოშკი დარჩა ერთი უკან. მეორე კოშკი არის წინ. შესაბამისად, აი აქ შუაში, ახლა მოდი. აი კამერას ცოტა მოვაახლოვებ და დავიწყოთ წინ. ახლა ქვემოდან 1 იარუსი, მეორე, მე-3, მე-4, მე-5 და თუ მაგას ნახე, წარწერა იქნება დაძველებული. ანუ ის უნდა გამოჩნდეს მუქად. იმას ექნება პატინას რო ეძახიან, ხო? აი ნახე. ანუ წეღან იმ სვეტზე რო ნახეთ, მე-10 რო ქონდა. იქ არის დიდი ტექსტი, ხო? აქ უნდა იყოს F R, მე მგონი ეს კაციც მაგას ეძებს, რა ხა მოვიდა. უნდა იყოს F R X, ანუ 10. აი რაღაცა ჩანს მე მგონი. იცი უნდა ეძებო მუქი გამოსახულება, იმიტომ რომ რაღაცა ჩანს, აბა ერთი წუთი. ამოკვეთილია და ის იქნება ჩაშავებული. ესე იგი, მოიცადე ერთი წუთი 1 2 3 4 5.
მიწის პირიდან. აი ნახე. გადავითვალოთ. მე დავინახე. აი ეს არის მე მგონი. ხო, ეს არის, ხო, აი ნახე. შავი, ხო? კი, შავი იქნება მე და ზუსტად ესე დაგხვდა. ანუ მაყურებელს უთხრათ ერთი რამ, ნახეთ, ქვა გვერდულად დევს. ცერად დევს, ანუ დაცერავებულია. აი ეს არის. F და თავზე ხო. მეათე ლეგიონი ფრეტენსის. აი F და R. ოღონდ გვერდულად არის ეს ქვა დადებული, იმიტომ რომ უბრალოდ მხოლოდ ფორმისთვის და კედლის შესავსებად გამოიყენება. ანუ ეხლა ეს არის ამოტრიალებული. ეს არის ამოტრიალებული, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ერთი რამ, თუმცა ეხლა ეს აღარაფერს აღარ ცვლის, თავის დროზე რომაელებს ეს ქვა სად კონდათ ჩადებული. ანუ ეხლა ჩვენთვის არის მტკიცებულება, ეს არის უკვე რეალური მტკიცებულება. იერუსალიმი ნამდვილად აქ იყო, მეათე ლეგიონი აქ იდგა და ის ყველა ბიბლიური მოვლენა რაც იყო ქრისტეს დროს, ყველაფერი მოხდა აქ. ცხადია, ეხლა იცი რა, ისედაც ეს ქვა სულ ვერ გვეპოვა. იერუსალიმში იმდენი რამეა იმის დამადასტურებელი, რომ იერუსალიმი ნამდვილად. ხო, მაგრამ ეს ეხლა იცი რა, ეს ჩემთვის პირადად კიდევ ერთი კი, მტკიცებულება, მაგრამ ნახე უფრო რისი იმისი მტკიცებულება კი არ არის, რომ იერუსალიმი ნამდვილად აქ იყო. ამისიც არის ცხადია. მტკიცებულებაა კიდევ ერთი რამის, რომ ბიბლია არის ისტორიული დოკუმენტი ამავდროულად. იმიტომ რომ ბიბლიაში ჩვენ გვაქვს სურათი, რომ იქ იყო რომაული ჯარი, იდგა მეათე ლეგიონი და ჩვენ იგივეს ანუ გარდა იმისა, რომ ისტორიულ ფაქტს ამითი ვადასტურებთ, ასევე ვადასტურებთ მეორე რამეს, რომ ბიბლია ნამდვილად წყაროა. ესე იგი, ქართველების ისტორიის გარდა ჩვენ ვადგეთ იმას, რომ ბიბლიური მოვლენები ნამდვილად აქ ხდებოდა და რაიმე კითხვის ნიშანი არ არსებობს. დავემშვიდობოთ. დავემშვიდობოთ ამ ვიდეოთი და გავაგრძელოთ ახალი ისტორიები. ახალი ისტორიები. დროებით.